მოგესალმები, დადგა სამშაბათს საღამოს 8:09 მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოგიტყვა ყველა ის ადამიანი, ვინც არის განსასწრაშინა, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც პატიმრები ხართ და უცხოეთში ვინც ხართ, განსაკუთრებით მინდა ბედნიერება, სიხარული მინდა გისურვოთ და გამძლეობა გისურვოთ ამ ძიმე ყოფაში, აუცილებლად იქნებოდა კიდევაც ესე და არის ხოლმე და რაღაც საქართველოს უყურს აქვს ხოლმე ეს რაღაცა მარყუჭები მოჭერილი, მაგრამ აუცილებლად საქართველოს გაიმარჯვებს და გადარჩება, რა თქმა უნდა, თქვენი სიძლიერით ისევ და კარგად ყოფნას და გაძლიერებას და ღვთისმეტის არ დაკარგვას გისურვებთ. რაც თავარი არის, ყოველთვის დავიწყე ეს გადაცემები, იმიტომ რომ გავიხსენოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენთვის ძალიან ფასეულნი არიან. ეს ადამიანები გვეხმარებიან მას შემდეგ, რაც ჩვენგან წავიდნენ. ისინი ჩვენი იმედად იქცნენ და მაინც გვეხმარებიან იქიდანაც კი ჩვენზე წუხან რაღაცა და ყოველ თვეში ერთხელ თითო აი ამ დიდ ადამიანს მე ყოველთვის გავიხსენებ და გაგაცნობთ ხოლმე იმ გარდაცვლილ სასულიერო პირებს, ვინც ჩვენთვის 8 წლში არიან, ვინც აი სასულიერო პირები რომ მომყავს. მათი მოტანილი არის ეს ისტორია. დღეს რომ მღვდელი არის, ხო? აი ამ წარსულმა მოიტანა, ამათმა ატარეს თელი წვალები და იმით ყველაფრი და მე მათი ოჯახის წევრებს აუცილებლად მოვიწვევ ხოლმე და გავიხსენებთ, ესენი იმსახურებენ იმას, რომ გავიხსენოთ ეს ადამიანები, იმიტომ რომ სხვადასხვა პროფესიები არის, სადაც თავის კოლეგებს ცემენ ხოლმე პატივს და ჩვენ კიდე აი ამხელა ადამიანები ყავდნენ და როგორ არ გავიხსენოთ, ეს ხო იქნება ჩვენი საქართველოს რაღაცნაირად დაკნინება, რომ ეს ადამიანები ისე მივაბაროთ მიწას, რომ შემდეგ არავის არ ახსოვდეს, ხო და ასე რომ რაც თავარი არის, ადამიანები ყოველთვის მეყოლება სტუმრად და ყოველთვის გავიხსენებ იმ სასულიერო პირებს, ვინც გარდაიცვალნენ და ვინც არიან დასაფასებელნი. ჩვენთვის აი თუ ჩვენ ამ წარსულზე არ დავდექით, სხვანაირად საქართველოს ვერ გადარჩება და ამიტომ გადავწყვიტ ესეთი რუბრიკის გაკეთება, თვეში ერთი მღვდელი, აუცილებლად ისეთი როგორიც იყო მამა სოკრატი, აი ესეთი იშვიათი ხალხი, აუცილებლად მომაწოდეთ რეგიონებში, სადაც არიან გარდაცვლილი სასულიერო პირები, ვისაც ამხელა ღვაწლი აქვს, ხო? აუცილებლად ყველას გავაშუქებ მე და ყველას სასულიერო პირს მოვიყვან ოჯახის წევრებს და ამათ ისტორიას გავაცნობ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გააკეთეს ამ ადამიანებმა საქართველოსთვის. დღეს ტურისტი ჩამოდის და ეკლესიებში რომ მიყვავს და ათვალიერებინებთ ხოლმე აი ამ ადამიანების შენარჩუნებულია ეს ტაძრები და მე გადავალ აუცილებლად მამა ბასილთან. მამა ბასილი არის მამა სოკრატის აი უსაყვალესი შვილი იყო, მისი გაზრდილი იყო და ძალიან ბევრს გაგაცნობთ. კიდე მამაოს უამრავი ადამიანი ყავდა, მაგრამ მე შევეცადე ხა ყველაზე ახლო ადამიანები დამეწყო და მე მამამ მირჩევს კიდე რომ აი კიდე ბევრი რაღაცა გავაკეთე. მამაო დაგულოცეთ თუ შეიძლება, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და რას გაიხსენებთ მამა სოკრატთან დაკავშირებით? გაიხარე გიორგი, დიდი მადლობა მინდა ნამდვილად. გადაგიხადო პირველ რიგში აი ამ გადაცემისთვის, რა გადაცემასაც ემსახურები. არა მარტო დღევანდელი დღესთვის, ზოგადად საერთოდ მნიშვნელოვანი და საჭირო გადაცემებია, საიდანაც ღვთის სიტყვა იქადაგება, ღვთის სიტყვა მოისმინება და მე ვფიქრობ, მრავალი უნდა იყოს ესეთი გადაცემები და ნამდვილად საჭიროა დღეს საქართველოსთვის გვჭირდება ესეთი გადაცემები. დიდი მადლობა. კონკრეტულად მადლობა იმის თაობაზე რომ აი ესე მომიწვიე მამა ისეთი ადამიანის გასახსენებლად როგორიც გახლავთ მამა სოკრატი, ნამდვილად აი თქვენ თვითონ ბრძანეთ რომ გამორჩეული ადამიანი იყო, გამორჩეული პიროვნება იყო, არ მინდა ვინმე ჩრდილში დავაყენო, არ მინდა ვიღაცა დავაკნინო, მაგრამ უფალი ანიჭებს ყველა ადამიანს, ნიჭებს, სხვადასხვა ნიჭებს. ზოგს გადაგების ნიჭი აქვს, ზოგს შენების ნიჭი აქვს, ზოგს სხვადასხვა და ასე შემოუვრავი ნიჭები და არის ხოლმე რომ აი ამ ნიჭებს გამოავლენს ხოლმე ადამიანი ხშირად როცა ეძლევა ამის საშუალება ღვთის წყალობითა და ღვთისნებით და მამა სოკრატს ჰქონდა ესეთი განსაკუთრებული ნიჭი, რომელსაც კურნების ნიჭი ქვია. კურნების ნიჭი და მე ვარ შემწრე უამრავი აი ესეთი ფაქტისა, უამრავი შემთხვევისა, როდესაც მამა სოკრატთან მოდიოდნენ გაჭირვებული ადამიანები, სხვადასხვა სენით შეპყრობილები და ავადებულნი და უკითხავდა ესეთ ლოცვას, კვეთებულ ლოცვას. ანუ კვეთებულის ლოცვა ვიცით რაც არის, ხო? ეს უმძიმესი ესეთი იშვიათად ლოცვა, რომელსაც ყველა ვერ კითხულობს სხვათა შორის, ამას თავში ვთქვი, რომ გამორჩეული ადამიანები კითხულობენ, გამორჩეული ღვთის განგებით ხდება ეს ყველაფერი და ესეთი გამორჩეული ადამიანი იყო მამა სოკრატი. მე მომიწია მამა სოკრატთან მსახურების 10 წელიწადი. 10 წელი შეიძლება ითქვას, რომ
ბედნიერების წლები იყო ეს ჩემთვის მამასოგრათა მსახურების, მამასოგრათან ურთიერთობის თუნებას მომცემთ. დავიხსენებ ჩვენი შეხვედრის პირველ დღეებს, ასე ვთქვათ, მამასოგრათან ურთიერთობის და შემდეგ გადავალთ კიდე სხვა საკითხებზე. ანუ 2005-ში, როდესაც მე მაკურთხეს დიაკვნად 2005 წელს, ის ტაძარი უკვე მშენებარე ტაძრად ითვლებოდა, თითქმის დასრულებული იყო, აი სადაც დღეს ახლა მე მსახურობდა, რომელი ტაძარიც ააშენა მამასოგრატმა აულაბარში, ამასაც შევეხებით, რომ არამიანცის საავადმყოფოს ეზოში არის ეს ტაძარი აშენებული, ესაც იქ სადაც ყველაზე ძალიან საჭიროებდა. ხო, უბრალო დამთხევა არ იყო და უბრალოდ არ აშენებულა, მამასოგრატი მან გადიოდა მკურნალობის კურსს, მინდა აქედან მომეცა საშუალება, რომ ბატონ ანზორს მელიას მოუხადო გადაუხადო დიდი მადლობა, იმიტომ რომ აი მასთან მკურნალობდა, მის კლინიკაში მკურნალობდა და აი მას შემდეგ რაც ახლა ეს მკურნალობის კურსი დაასრულა და გამოჯამთელდა, ესეთი რაღაც სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, კარგი თბილი ურთიერთობა ბატონ ანზორს და მამასოგრატს და მისი ექიმი იყო შეიძლება ასე ვთქვათ და დიდ ყურადღებას აქცევდა და მინდა რომ აქედან მადლობა გადაუხადო ბატონ ანზორს, მომეცა ამის საშუალება. და მოხდა ესე რომ ნუ ერთ-ერთი ეზოში სეირნობის დროს რაღაცა მოეწონა, როგორც თვითონ მიყვებოდა მამასოგრატი, მოეწონა ადგილი და გადაწყვიტა რომ ტაძარი აშენებული იყო. მიმოიხედა გარშემო არ იყო ტაძარი, საავადმყოფოები მრავლად არის ამ ეზოში, გარშემო შემორტყმულია ეს ტერიტორია საავადმყოფოებით და აი ერთ-ერთი ნახვის დროს, როდესაც მიტროპოლიტი ანანია ესტუმრა მამასოგრატს მივიდა საავადმყოფოში სანახავად, გაუმხილა ეს თავისი ზრახვა. თავისი გადაწყვეტილება და მოუწონა მეუფე ამ მიტროპოლიტმა ანანიამ და იმას შემდეგ მოხდა ის რომ აშენდა აქ ტაძარი. ნიშნულოვანი ადგილია, ძალიან საჭირო ადგილი და ძალიან დიდ როლს ასრულებს ეს ტაძარი ხალხისთვის, რადგან ვიცით ხო რომ გარშემო როგორც გითხარით უამრავი საავადმყოფოა, მრავალი ადამიანი მოდის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული აქვს. ყოფილა ხშირი შემთხვევა მოგვინათლავს არის რამდენიმე სამშობია, რომ აი ცოტა ძიმეთ მშობილი ბავშვები, რომელთაც კიდე გავიმეორებ, რომ ჯანმრთელობა აქვს შელახული, მოგვინათლავს და ყოფილა უამრავი შემთხვევა, რა მეც მამასოგრატსაც თვითონაც, რომ გადარჩენილან ეს ბავშვები და ღვთის მადიდებლები და ეკლესიის მრევლ შემოუერთებულან რა. არიან ეს თითქმის ესეთი მრევლით არის შევსებული ჩვენი ტაძარი რა. დიდი უმრავლესობა ესეთი. ხო, ცოტა გადაუხვიეთ თემას და არა, პირიქით, კარგი მამაო, ანუ აი ჩვენი შეხვედრა როგორ იყო ახლა გიორგი, რა რომ ეს უკვე დასრულებული ტაძარი იყო, მე როცა დიაკვნად მაკურთხეს და მამა დემეტრე, არქიდიაკვანი დემეტრე აგზავნიდა ხოლმე მამასოგრატთან დიაკვნებს მოსახმარებლად. ახლა მამაოსაც არ ქონდა მაინც და მაინც სახარბილო ჯანმრთელობის მდგომარეობა, დიაბეტი აწუხებდა. დიაბეტით იყო დაავადებული და დიაბეტიდან გამოწვეული სხვადასხვა ამრავი დაავადებები ქონა, აღარ ჩამოუყვები, ახლა აღარ მოუყვები რა დაავადება და ანუ დამხმარე ჭირდებოდა მსახურებისას რა. და ერთ-ერთი მსახურების დროს მეც მომიწია. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ რაღაცნაირად წინდა რომ მე არ მაგზავნიდა, ჯერ რატომღაც დიდი დრო გავიდა, რამდენიმე თვე გავიდა რა და ყველას უნდა და მამასოგრატს არ ვიცნობდი, მე უბრალოდ გაგონილი მქონდა მის შესახებ, მისი კურნებების შესახებ, მისი ესე სასწაულებრივი ლოცვის შესახებ და რაღაცნაირად უჩნდება ადამიანს იმის სურვილი, რომ ის გვერდით დადგეს და იმსახუროს რა და როცა მივედი, მომიწია რიგი და მითხრა მამა დემეტრემ არქიდიაკვანმა რომ უნდა წახვიდე შენ მამასოგრატთან და იმსახურო, რაღაცნაირად დავიძაბე თავიდან სიმართლე გითხრა. ახალი ნაკურთხი ვარ, გამოცდილებაც არ მაქვს, ნაკლები მაგ გამოცდილება სასულიერო პირებთან ურთიერთობის და ნუ მით უმეტეს ახლა ისეთ ადამიანთან როგორც მამასოგრატი გახლდათ, რაღაცა ის ლეგენდების დონეზე რო გვესმოდა ხომ ის შესახებ და რაღაცნაირად დავიძაბე, მე თქვი როგორ ვიმსახურებ, როგორ ვიდგები, როგორ შევძლებ ახლა ესეთ ადამიანის გვერდში დგომას და დიდი ადამიანების ხასიათია ეს ფათაშორის. დიდი ადამიანების როცა მიდიხარ მასთან და აი ისე თავისუფლად დავდექი, ისე ლაღად დავდექი, ისე რაღაც აი ახლაც გუშინდელი დღესავით მახსოვს რა ის დღეები როცა მივედი, რომ
აი ეს დაძაბულობა, ეს დაჭიმულობა, ეს რაღაცა ნერვიულობა აბსოლუტურად მომიხსნა. ოღონდ უსიტყვოდ. არაფერი არ უთქვია რა, აი რაღაცა რომ შევხედე და დავინახე. იმ ხელა სითბო წამოვიდა, იმ ხელა სიყვარული წამოვიდა, გიორგი, აი რაღაცა მოვეშვი ნუ მე სახურების მერე რა თქმა უნდა დავილაპარაკეთ, ჩამეხუტა, მომეფერა და ეს როგორ ხდებოდა, იცი გიორგი, თვითონ სახურება უწევდა დიაკვნებს რა. აი თვითონ სახურების შემდეგ მე შემდეგში მეორეს უწევდა რიგი მესამე და ასე შემდეგ. ნუ ავედი სამების ტაძარში მსახურობდი მაშინ დიაკვნად. ხო და შემდეგ მსახურებაზე ორი მსახურებაზე მეუბნება არქიდიაკვანი დემეტრე რომ კაცაზე რა გავუკეთი ამ კაცს. შენ მოგითხო. და მირეკავ და მითხრა რომ ეკაც რაღაცა ბავშვური ლაპარაკი ქონდა რა ისეთი კაბილის სასიყვო მოსიყვარულე საუბარი ისევე კაცი გამომიგზავნეო. გამეხარდა რა თქმა უნდა ეხლა მივედი მეორე მსახურება მესამე მსახურება და ნუ მოხდა ისე რომ მამა სოკრატს უკვე ღველი ჭირდებოდა ტაძარში. ღვლის შერჩევა ხდებოდა რა და უწმინდეს სისხლოს აკურთხევით არის ესეთი წესი ჩვენ ეკლესიაში რომ წინამძღვარი ვისაც ითხოვს და ვისაც თხოვს საპატრიარქოს რო ეთქვათ ესა და ეს სასულიერო პირი გამომიგზავნა და მოხდა ისე რომ უწმინდეს თხოვა ჩემ შესახებ მამას ოგრატმა რა ეს ადამიანი უნდა იყო შემსგვერდი და ერთად უნდა ვიმსახუროთ რა და აი ეს დაიწყო ჩემი ბედნიერების წლები შეიძლება ითქვას რა ნამდვილად აი ესეთი ხალხის მამაშვილური ურთიერთობა ქონდა რაღაც სხვანაირი ხალხის ცნობა იცოდა და ბატონო ხალხის ცნობა იცოდა და კი და აი 10 წელი მის გვერდით ვიყავი 10 წელი ხო და ჩემთვის არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის არის ეს ყველაზე საჭირო აი ესეთი ადამიანის გვერდში როგორც მამა სოკრატი ეხლა გასული წლების საუკუნეების უпроსტურად სასულიერო პირები ისე დიდმამებს დაემოწაფებოდნენ ხოლმე და ცოცხალი ურთიერთობა რო არა მარტო წიგნიერი და აი თქვა გადმოცემით და რაღაცა აი ცოცხალი ურთიერთობა როცა გაქვს ადამიანთან აი ესე დიდ ადამიანთან იმისგან უფრო ორმაგად მესწავლობ და ორმაგად უფრო ნუ შენი მონდომებით რა თქმა უნდა და აი ესე ნუ მისი ლოცვების შესახებ რაც შეეხება როგორც გითხარით თავში რომ კვეთებულის ლოცვას კითხულობ და ეს არის მძიმე ლოცვა როდესაც აი შეპყრობილი ადამიანები ანუ სულიერად დაავადებული ადამიანები რასაც ქვია მე შევსრებულა აი ამ კვეთებულ შევსრებულ ორკერი ერთად გვერდზე ვედექი და ვეხმარებოდი ხოლმე მამას უგრად და უამრავი ადამიანია განკურნებული უამრავი და ეს გავიხსენებ თუ შეიძლება რომ 2000 წელი ახლოვდებოდაო მამას უგრადი მიყვება ხა შინაურული ურთიერთობა ქონდა მამაშვილური როგორც იტყვიან და რაღაც ესეთი ოჯახური ურთიერთობა ქონდა და ყვებოდით ხოლმე რა ესეც საკითხებზე საუბრობდით და სულდათ ვიყავი და მეგონა რომ უნდა გავსულიყავი ამ ქვეყნიდან უკვე რა ეს მე მგონი ხებთანაც აქ მოყოლი აი ბატონი ვალერის მერე შეავსებს ამ თემას და თხოვე უფალწოდა აქ ფანჯრიდან გავიხედევ და დავინახე რომ უამრავი ხალხი დგას ჩემტელიასთან მაშინ ხაშვეთში მსახურობდა ხაშვეთის ტაძარში და თხოვე უფალწოდა ღმერთო ჩემი გაყვანა ამ ქვეყნიდან დიდი არაფერი არ არის მაგის არ მეშინია უბრალოდ აი ეს ხალხი განმაკურნებინო და აი ამ ხალხთან დამტოვე ვისაც ვჭირდებიო და ვისაც საჭიროა რომ თუ საჭიროა რომ დამტოვეო რა და მადლობა ღმერთს აი ამ 2016 წელს გარდაიცვალა მამას უგრადი აი დიდი ხანი იცოცხლა მას შემდეგ და აი ესე უამრავი მადლიერი ადამიანი არსებობს. უამრავი ციგნია დაწერილი, რამდენიმე ფილმია გადაღებული მამას ოღრატის შესახებ. ახლა არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ კიდევ ვიძახი, რომ რწმენას და ლოცვას დიდი ძალა აქვს ნებისმიერი ადამიანისას, ხო? ზიარებას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველაზე დიდი განკურნების საშუალება ზიარებაა, რა, მაგრამ არ მინდა კიდევ ვიღაცა დავაკნინო და მამას ოღრატი წარმოვაჩინო ისეთ ადამიანად, რომ თითქოს სხვა არაფერს არ აკეთებდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა. უბრალოდ როგორც ვთქვი, ამის ნიჭი მისცა უფალმა. აი ამაში უნდა გამოევლინა თავისი თავი და ამაში უნდა ამით უნდა დახმარებოდა ადამიანებს და აი ესეთი ურთიერთობა ქონდა მამას ოღრატთან რა და რა ვიცი აი ბატონი ვალერი აი ხა ძალიან საინტერესო ადამიანთან გადავა მოსვლა
შეგითანხმდი შენ გიორგი რომ მე ისეთ ადამიანს ამოვიყვან რომელიც ახლო ურთიერთობა რომელსაც ახლო ურთიერთობა ქონა მამაოსთან და უფრო მეც გაიხსენებს კიდე ბატონი ვალერი და მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვალერი მობზანდით და ესე დაგვაფასეთ და მამაოს ახლა ეთყობოდა კიდევაც ახალხი რადიოდენ მასთან ჯერ თქვენ რო გაჩვენებთ ტელევიზორში ბევრი ადამიანის ამზდელი ხარ თქვენ თვითონაც და მადლობა ამისათვის რომ ესეთი კაი ადამიანი მართლა რო ბოდიშით კი მოგიხადეთ რო აქამდე არ მყავდით ნანახი და ასე გამოვასწორებ და ბატონო ვალერი თუ შეიძლება რომ რამე გაიხსენოთ ესეთი იმიტომ თქვენ 10 და 20 წელი იყავით მასთან ერთად და მეტი კიდე და რაღაცნაირად ბევრი გაქვთ მოსაგონარი და თუ შეიძლება რას გაიხსენეთ ისეც რასაც თვლით რომ აი მამას ოგორატის მაგალითად ქონდა და აი ამის გამო ყველაფერი ღირდა სიამოვნებით მიგესალმებით თქვენს მაყურებელს უპირველესად დავეთანხმები მამა ბასილის რომ ძალიან საჭირო გადაცემა ეს მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ დღევანდელი გადაცემა მიუძღვენით ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს მამას ოგორატის მამას ოგორატი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი მამას ოგორატის ფენომენი იყო ასეთი 22 წელი ჩემი სულიერი მოძღვარი იყო 94 წლის ოქტომბერში ვესტუმრეს სახლში და მას შემდეგ აღარ მოვშორებულ ვარ აღარ მოცილებულ ვარ იმავე დღიდან გამომყვა საოცარი სიტყვოთა სიყვარული პირველი სასწაული მაშინ მანახა როდესაც შემიყვანა ერთ პატარა ოთახში და მითხრა რომ აქ მაქვსო ნაკურთის წყლებიო და მინი ჭურჭლით ჰქონდა ეს წყლები რომლებიც ნაკურთი იყო 10-20 წლის წინ პირველი რაც დამალევი ნაკურთის წყალი იყო ნაკურთი 15 წლის წინ თუ არ ვცდები როგორც წყაროს წყალის დგება ჰქონდა ამიხსნა რომ ნაკურთის წყალი არ ფუჭდება არ ზიანდება უკუდავია მაჩქა ლოცვების წიგნი დააწერა ბატონ ვალერის დაბალი არქიმანდრიტის ოგორატი დაბალი ასე ეცოდა ხოლმე დაუმეგობრდეს ძალიან რაღაც მამაშვილური ურთიერთობა ჩამოყალიბდა ყველასთან ასე იყო თითქმის თავის მეგობრებთან ყველა უყვარდა ყველაზე ზრუნავდა ყველაზე დარდობდა ჯერ ქაშვეთში დავდიოდი წარმოგიდგენთ თუ გავიდა თვეები და თვეების შემდეგ მითხრა რომ ძალიან ისე რბილად თან ხშირად რო ხდებოდი მესაუბრებოდა სახარებაზე, სარწმუნოებაზე, ეკლესიაზე თვეების მერე მითხრა რომ ვალერიო მხარი ფიქრება რომ იქნებ წმინდა ზიარება მიიღო. თუმცა ჩემზე ყველაფერი იცოდა უკვე, ავიც და კარგიც. ცოდვების და ყველაფერი აბსოლუტურად შესწავლილი ყავდი უკვე. პირველად ვეზიარე ქაშვეთის ეკლესიაში, პირველად. დღემდე მახსოვს ეს სიხარული. და ხშირად დავდიოდი ქაშვეთის ეკლესიაში. ახლა გავიხსენე რამდენიმე მომენტს რომ დაკავშირებული ამას თორემ ლოცვებთან. ქვედა სართულზე არის დიდმოწამე მარინეს სახელობის სალოცავი და შაბათი დღე იყო რომ მივედი, შაბათ დღეს მივდიოდი ხოლმე, უფრო უამრავი ხალხი. ლოცვაზე მისული, უამრავი ხალხი. ამის თაობაზე ადრეც მიცემული მაქვს ინტერვიუ, მაგრამ მინდა რომ ახლაც თქვენზე გაცემაში ვთქვა. საინტერესო მომენტია. უამრავი ხალხი უნდა მითხრა რომ შემდეგ ვისაუბროთო, ხალხს რომ გავისტუმრებო. მოსული იყო ერთი ქალბატონი. მოყვანილი ყავდა პატარა ბიჭი, 14-15 წლის. ბავშვი იყო წელში მოხრილი, დათრგუნული, ამატყოფი აშკარად. და უკვე ახლა ამას ორად რაჭირს ამბავს. შეშინდა ეს ბავშვი და შიშის საფუძველზე დაეწყო უძილობა. საკვებს არ იღებდა. და რაც მთავარია, დაეწყო შემდეგ უცნაური მოვლენები. უცნაური მოძრაობები. ხან ტიროდა, ხან ისინოდა, ხან ახოლებდა, ხან აცემინებდა, რაც კიდევ ერთი ოფიციალობა ქონდა საოცარი. ამ ბავშვს. მამაო მოიმხმო თავისთან, თავზე ხელი დაადო, თავის მაკურთხეველი, მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელს ხო ვერ ხმარობდა მამაო. მეუფე პატრიარქ ეფრემ მეორისგან კურთხევა ქონდა მას რომ გადაეწერა ჯვარი მარცხენა ხელი და ეკურთხევინა. ეფრემ მეორის ნაკურთხი იყო. ეფრემ მეორის ნაკურთხი იყო დიაკვნად კი. დაადო ხელი თავზე და დაუწყო ლოცვა და სასწაული. რამდენიმე წუთის მერე რაც ეს ქალი მოყვა, დაეწყო მამაოს ეს მოვლენები. უცნაური მოძრაობები, წამოვიდა თრემლები თვალიდან. ახოლებდა, აცემინებდა და რაც საოცარი იყო, მთელი 60 დაუსველდა. რაც იმ ბავშვი განკურნა თვითონ დაიტვირთა. დაიტვირთა ფაქტობრივად. მე ვახერხებდი იმას მხოლოდ რომ უმშრალებდი თვალებს და სახეს უმშრალებდი. ისეთ ოფლი თრემლი წამოვიდა და ოფლი წამოვიდა თან. საოცარი. 2-3 ლოცვის მერე ბავშვი განიკურნა. ფაქტობრივად ამ ბავშვის მთელი ტკივილი
მე მითხრა მამასურატიმ რომ ეს ბავშვი რომ შეშინდაო სიცარიელი ნახე ეშმაკმა და დაიბუდა იქ ფაქტობრივად ეშმაკეული განდევნა მამასურატი ამ ბავშვისგან ასეთი უამრავი შემთხვევები ამაბასილიმას თქვა ზეღან უამრავი შემთხვევები იყო უამრავი შემთხვევები მახსენდება ახლა ერთი განსაკუთრებული შემთხვევა კიდევ გურჯიანში წავედით ჩემთან სტუმრად ალავერდობა დღე იყო ავიდეთო ალავერჩო ვილოცოთო ავედით გადაიხადა პარაკლისი რომ გამოდიოდით ტაძრიდან ერთი ბერი ჩაუვარდა ფეხებში მასურატს ხელებზე ემთხვია ჯვარზე ემთხვია და ეფერებოდა და ვინ ხარო უთხრა მასურატი ვერ გიცანიოდა დაახლოებით 15 წლის წინო მეო ძალიან თავისუფალ ცხოვრებას ვეწეოდიო ეს ბერი ეუბნება და მეგობრებთან ერთადო დავხეტიალობდითო რუსთაველზეო მეორე დღე იყო კეიპს მეორე დღეო ესა მეგობრებმა გითხრა მოდი შევიდეთ სანთლები ავანთოთო რა და მე ვთხარი რა გვინდა შესული არ ვიყავ ტაძარში საერთოდ არ ყოფილიყავ შესული ტაძარში შევედითო და ეტყობა წირვის მერე იყო და ჯვარზე მთხოვა იყო და რიგში დავჩვენ ჩავდექით რიგშიო შეულებრივ რომ მოვედიო თქვენთან რომ ჯვარზე რომ ვემთხვიო თავზეო ხელი დამადეთ არ გამიშვითო თუ ხანს გამაჩერეთო ეს ქაშვეთში ხდება ხო ბატონო ქაშვეთში ხდება ქაშვეთში ჩემთში რაღაც გადატეხა რაღაცა მოხდა ჩემ ვერ ახსენიო რაღაცა თქვა ჩემი ცხვილი რაღაცა გავიდაო იმის მერეო მე სასმელი არ დამილევიო მალევე წავედი მორჩილათო ერთ-ერთ მონასტერშიო და ეხლა მე აღვიკვეცე ბერავდო ეხლა ბერი ვარ აქ მამასთან გაიწერა პირჯვარი მადლობა უთხარი უფალსო მადლობაო ყოველთვის მეწერდა უფალს საოცარია ხო სასწაულია კი ბატონო უამრავი შემთხვევები იყო განკურნების ახლა ერთი რაც შემიძლია კიდევ გავიხსენო მახსოვს მამასურატისთან ასეთი ერთი შემთხვევა რამდენიმე შემთხვევა იყო და ერთ-ერთს მე შევესწარი როდესაც ახალად გოგო მოიყვანეს რამდენიმე კაცმა გაკოჭილი თოკით იყო შეკრული საფში და ცხოვრობდა მამასურატი გრიბოდოვის სახებში პატარა ლამაზი პატარა ბინა ქონდა მერცხლის ბუდესავით ფაქტ ეკლესია იყო ყველა ოთახში ხატები და რომ შევიდოდი წამოს ვაღარ მინდოდა 60 იყო რა გასწოთ ხომ ამას ნამდვილად ეგრე იყო საოცარი ადგილი იყო მოიყვანეს ეს გოგონა გაკოჭილი ეს გოგო რა არის იცით ხან კივის ხან ყვირის გამოსცემს რაღაც უცნაურ ხმებს იკბინება თვალხმო კბენს მაგრამ ხელებს შეკრული აქვს ну დასვეჯერ სკამზე მერეც გოგო მერე დააწვინეს ხალჩაზე მამასურატი დაიწყო ლოცვა ასხურა ნაკურთხი წყალი და მითხრა რომ აიღეო დანაო და თუ კი გაუჭერიო მე ვთარ მამასურატ ცოტა ისე გაუჭერიო თოკიო კურთხევა მიღებული მქონდა გაუჭერი თოკი კიდეო და შეხსენი თოკიო სულ შეხსენი ცოტა გაიფართხალა მგოგონა და გაჩერდა იყო 18-19 წლის გოგონა ულამაზესი გოგო იყო მაგრამ თუ დაზიანებული ქონდა ეს წვალებაში ემატარა ჩამოხეული ქონდა ეს კაბა თუ რაღაცეთი და დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ ლოცვის მერე ბავშვებს მოიხედა მგოგო წამოვაყენეთ მერე ფეხზე დაიჩოქე მამასურატის წინ მერე გაიყვანეს პირი დაბანეს და გამოსახი არ უჩანდა ბავშვს იმ თვეებში არეული ქონდა ფაქტობრივად მისიდან გავიდა ეშმაკი შეპრობილი იყოს გოგონა იმავე დღეს ჩაიხუტა ნაკურთხილი წყალი მიაწოდა ცოტა უანკალებდა ხელი ამ ბავშვს მაგრამ დალია ეს წყალი ეს ხომ საოცრება იყო მაგრამ წარმოიდგინეთ მამასურატი რო დაიღალა ამ ლოცვის დროს იცოდა ხოლმე ხანდახან აი 20 წამი 25 წამი ჩაეძინებოდა ხოლმე ჩათვლენდა მაგრამ ისევ განაგზავნა იმ ადგილს რაც შეერდა ლოცვას განაგზავნა ისევ იმ ადგილს და იქ უნდა გელოდა ხო თუ აი კი გაჩერდებოდი ისევ გააგრძელებდა ამ ლოცვას საოცარი იყო სასწაული იყო რა იყო იცით გიორგი რო აი ახლა გაიხსენა ბატონო მაგრამ ბევრია ესეთი გასახსენებელი ძალიან ბევრი და როგორც თავში ვთქვით რომ უძლურად იყო მამაო რა ახლა არ ქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი და რაღაცა ეს ხვის ჯანმრთელებაზე რო ზრუნავდა რამხელა გმირობა დია ხო და აი რო გვეგონა ხოლმე რო თქვა დაიღალა ნუ აღარ შეუძლია და მამა ვიქნებ დაისვენო იქნებ ცოტა ხანი რაღაცა იმიტომ რომ უამრავი ხალხი ელოდებოდა ხოლმე ეზოში უამრავი ადამიანი უარს ეტყოდა არავის ლოცვაზე კი ბატონო ხო გარსო დაწოლი ადგებოდა შეიმოსებოდა და ისევ ლაუცობდა ამის ღამე რო ყოფილიყო შუა მაინც კი ბატონო და
ანუ ერთი 10,000-ობით ადამიანი აქვს ანაკრები. შეიძლება 100,000 და 200. აი, კვირის განმავლობაში, თვის განმავლობაში, დღის განმავლობაში, ნუ ეხლა დღეში 100,000-ობით ვერ მოეცრებოდა ფიზიკურად უბრალოდ, მაგრამ არ მახსოვს მე შემთხვევა, რომ აი ჩემთვის ნუ ვეხმარებოდი ხოლმე რა და დიახ. მე გვერდზე ვედექი მაგ დროს ხოლმე გამომყავდა, დამოუკიდებლად უჭირდა ხოლმე მოძრაობა ხანდახან რა და არ მახსოვს მე გიორგი რომ ჩემთვის ეთქო რომ ამ ცოტა ხანი დავისვენებ და ხო იყო ესეთი შემთხვევები ბატონოვალი რა შემთხვევები და აი მე გავაგზელებ ან რაღაც აი გავუშვა და მე მოვიდეს არ მახსოვს ერთი შემთხვევა რომ ვინმე გაეშვას იმის გამო რომ მამაოს დაზარებას არ ვიტყვი ახლა ლოცვის დაზარება როგორც შეიძლება რა ან ფიზიკურად უძლურად ხარ და არ შეგიძლია უბრალოდ ფიზიკურად ერთ ამბავს გავიხსენებ კიდე ერთ-ერთი მკურნალობისას როცა საკმაოდ მძიმედ იყო რა ბოლოს ბატონოვალე რა არ მინდა გიხლე კლინიკა დავასახელო არც სახელებსაც მოვერიდები ერთ-ერთ კლინიკაში როცა იწვა თითქმის უკვე მართვის სუნთქვა თითქმის კი არა მართვის სუნთქვაზე იყო გადასული რეანიმაციაში ბატონო რეანიმაციაში ხო რეანიმაციაში დიახ ხო და კაცო შევედი სანახავად ქალბატონი ნათელაც მინდა ვახსენო ახლა მამას ოკრატის მოვლენები რა მამას რომელსაც აი დიდი წვლილი და დიდი ღვაწლი აქვს მამას ოკრატის ჯანმრთელობის საკითხში გაწეული იმიტომ რომ კი უვლიდა კი ზეპირად იცოდა რა ჭირდებოდა მამაო და ზეპირად იცოდა სად როდის როგორ ანაირად უნდა მიეხედა და მოევლო რა და ნუ ნათელა რა თქმა უნდა თავზე ედგა ქალბატონი ნათელა ერთმა მოიხსენოს მისი სული და ნათელში ამყოფოს და შესული ვარ რეანიმაციაში და მარტო იყო რეანიმაციაში ხებისგან გამოყოფილი და ბორგავს მამაო რა ბატონოვალე რაღაც აი ვერ ისვენებს რაღაცნაირად არის და რაღაცას ლაპარაკობს თუმცა მე ვერ ხვდები რას იძახის რა ან ესე რაღაც მოძრაობებს აკეთებს ხელით და დაუძახე ნათელას რომ ნათელ მოდი მეთქი რა ერთი მე ვერ ვიგებ რა რაღაცა უნდა მეთქი და რაღაც შეწუხებულია რა მამაო მეთქი რა აი მართვით სუნთქვაზე აპარატი სასუნთქი აპარატი უდგას რა და მივიდა ნათელა და ყური დაადო და ძლივს გააგებინა და თვითონ მიხვდა კიდევაც ნათელა რომ ოლარი მომიტანეთო და სამაჯურიო ხო გამიკეთეთო რა და როგორც კი გაუკეთეთ ბატონო მე თვითონ გაუკეთე რა ეს ოლარი და დაწყნა და დამშვიდა და ნუ ლოსულობდა უკვე რა თავისთვის შუმადგულში ასე ანუ რას ვიძახი რა რომ დაუღალავი ადამიანი იყო გიორგი აი ის აღთქმა რაც ბერსა აქვს დადებული ლოცვისა და შრომისა და აი რაღაც ზედმიწევნი და გადაჭარბებითაც ასრულებდა ლოცვითი სიფხიზლე და აი ამ ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდა მიუხედავად იმისა რომ მონასტერში არ ცხოვრობდა ერში იყო ქალაქში ცხოვრობდა ხო მაგრამ აი აბსოლუტურად მონასტრული გარემო ჰქონდა თავისთან შექმნილი და აბსოლუტურად მონასტრული ცხოვრებით ცხოვრობდა შეიძლება ითქვას რა კიდე ვიძახი ხლა არ მინდა რაღაც უდად გამომივიდეს ბერებზე უფრო აღმატებული იყო მისი ცხოვრების წესი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა ძალიან მცირედ იკვებებოდა ძალიან მცირედ და მისი საკვები იყო მისი საზრდელი იყო მისი სუნთქვა იყო და მისი რაღაცა სიცოცხლე იყო ლოცვა და სხვებისთვის ლოცვა ანუ აი კიდე შემიძლია უამრავი ფაქტი მოიგონებოდა ბატონო მე მინდა ეხო სხვათა შორის ბატონო ვალერი თქვენ მინდა კითხო და თქვენც იგივეს კითხავთ თქვენც რომ აი ჩვენ ხშირად ეხა მაგიტომ ვიხსენებ ამ დიდ ადამიანებს რომ რამდენი ნანობს ბევრ რაღაცას რამდენი ნანობს იმასო სიტყვაზე მე ჯერ შეეძლო ენახა ვერ ნახა რაღაცა შეიძლება პატივი ვერ მიაგო შეიძლება უნდა და რაღაცა მაგრამ არ გაუკეთა მამაოს ამ შემთხვევაში რა გენატრებათ თუ შეიძლება აი მამაოსაც და ბატონო ალერსაც ორივეს კითხავთ რომ აი რაღაცას ხო რაღაცა ხინჯივით ხო დაგჭათ რომ მამაოს ნეტა ესე ყოფილიყო რაღაცა აუცილებლად ყველას რაღაცა მოგვენატრება ყველაში ხო და ამ შემთხვევაში რას ნანობ და რა მოგნატრებათ ან რაში მოგაკლდათ სიტყვაზე იმიტომ რომ ესეთი ადამიანები ჩვენ ცხოვრებიდან რომ მიდიან ვინც იცნობ ცარიელდები რა ფაქტიურად და მე ამას ძალიან დიდი ხანი უნდა და ვერავინ ვერ ავსებს მათ ადგილს რა და თუ შეიძლება აი ყველას სხვათა შორის დაუსვა ხოლმე მაგ კითხვას ვისაც მოვიყვან მამების გახსენება რომ ექნება რომ რას ნანობთ რა მოგენატრათ და აი რას შეცვლიდით ეხლა რომ მამაო იყოს მაგალითად გეტყვით ბატონო გიორგი მუშაობდი საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე უზენაეს სამსახურში მუშაობდი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბოლო 5 წელიწადი
იყო პერიოდი დამირეკავდა მასოკრატე და მეტყოდა ვალერი ამ საღამოს ხომ გამომიარო თქვენ არ გეცალოთ გვინებოდა მუშაობდეთ და მანამდე როცა რიგითი მოსამართლე ვიყავ მანამდეც განსაკუთრებით ახსენდება როცა მხედრიონის პერიოდი იყო ძალიან ურთულეს საქმეები იხილებოდა მაშინ დამირეკავდა ვალერი გამოიარე ჩავიდოდი ამ დროს პრობლემა მაქვს საშინაი პრობლემა მაქვს და სირთულეები მაქვს წამიგითხავდა ლოცვებს მეტყოდა აი ახლა არაკიშავს აბა რა ხდება მომიყევი და მოუყვებოდი ან რაღაც გაჭირვება მქონდა ისეთი ხო იურისტი ხომ არ იყო მივიდოდი და ამბავს მოუყვებოდი ჩემი მოძღვარი იყო არაფერს რომ ვალავდი პასუხს მეუბნება მომიყვებოდა რომელიმე წმინდანის ცხოვრებას ან რომელი ამბავს მომიყვებოდა და პასუხს მაძლევდა ამით რა გამეკეთებინა საოცარი მენატრება ფაქტობრივად მასთან ურთიერთობით მე ხელ ახლა დავიბადე სულიერად ეს მაღალი სიტყვები არ არის მართალი მან მასწავლა ლოცვა ხელ ახლა დამანახა სამყარო ბატონო გიორგი ადამიანის შემაყვარა და მეუბნებოდა ყოველთვის ვალერი udaraje გულს გული ის არ არის ორგანო რომელიც სილს მოგცემს ხელს უწყობს udaraje გულს რომ თუ გულში შევიდა რაიმე უკეთური აზრი ესევე გამოდევნე იმიტომ რომ გაგტანჯავს შური ბოღმე ხანდახანო მეც ხანდახან შემდის ხოლმე გულში ესევე გამოდევნიო გამოვფხეკავ ხოლმეო udaraje გულს ტრანსფორმაციაო სიკეთე აკეთებო ადამიანი რომელიც ორგანიზმისო სიხარულსო სიკეთის კეთებითო მას პრობლემა აქვს ის სულიერებაში შეესადეო დააკვირდე შენს თავსო ვინმეს რო ეხმარებიო გულშიო სიხარული შემოდის თუ არაო კი შემოდის მეთქი ბედნიერი ვარო თუ ამას და მას მოყოლა რამე უყვარდა ძალიან ქართველები და საქართველო ყაჩაპიდან იყო წარმოშობით სამაჩაბლოს ტერიტორიიდან და ძალიან ტკიოდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დროებითი ასე ყოველს და ხოლმე რომ უყვარდა ხოლმე ყოველს მაგრამ საქართველო გაბწყინდებაო მაგრამ ეს გაბწყინებაო ჩემო ვალერიო ის კი არ არისო რომ ყველა გამდირდეთო ქონებითო არაო უნდა გაძლიერდეს რწმენაშო ქართველი კაცო თუ რწმენაში გაძლიერდა ერთმანეთი ეყარებათო და თუ ქართველი ეყარებაო საქართველო გადარჩებაო აი მე მენატრება ყოველთვის მისი რჩევა დარიგება მისი სითბო მენატრება მისი უყვარდება მენატრება სულ მენატრება რომ მიდივარ ხოლმე ჯერ მივდივართ საფლავზე მოვეფერები ხოლმე ვესაუბრები როგორც ოცხალს ასე მგონია რომ უხლებ კავშირი მაქვს და მართალია ჩემი მოძღვარი დიცამებაშია მამა პახუმი იღუმენი პახუმი მაგრამ უფრო ხშირად სტიკაროსთან მაგორთან მამა პახუმი მამა სოკრატე თავის დროზე 2010 წელს უკვე 15 წელი მისრულდება 26 სექტემბერს ახლა და უფრო მსახურობ ხოლმე მამა ბასილთან იქ და მამა მიქაელთან ასე მგონია რომ წირვაზე მამა მიქაელის მამა სურათიც იქ არის ეს მენატრება ეს მენატრება ნამდვილად ახლა სიყვარული ახსენა რა ბატონმა ვალერმა და როგორც მოგახსენ მოსიყვარული ადამიანი იყო ახლა რა გამახსენდა იცით ბატონო ვალერ ახალი ნაკურთხი ვარ და რაღაც სტიქაროსან შეეშალა მსახურებისას რა ხო და ის სტიქაროსანიც ქაშვეთიდან მოყვებოდა მამა სოკრატს და უერთგულესი ადამიანი დღემდე ბენიამინზია საუბარი რა ხო და აი უსაყვარლესი ადამიანი რაღაცა მამაოსთვის და ამასაც განსაკუთრებულად უყვარდა და მე ახლა რაღაცა თითქოს სიმკაცრე გამოვიჩინე ბენოს უთხარი მე თქვი სტიქარი გაიხადე ახლა და გადი მე თქვი იქიდან საკურთხევლიდან არ დაგინახო დღეს სახურებაზე ან რა უფლება მქონდა ხო არანაირი უფლება არ მქონდა ახლა ეს ამას თუ გააკეთებ წინამძღვარმა უნდა გადაწყვიტოს და წინამძღვარმა რაღაცნაირად ისე აი ამერიას ხასიათი რა იმ მომენტში წუთში და არაფერი არ მითხრა ხმა არ ამოვიღე დამთავრდა მსახურება გავედით მე სატრაპეზოში დავსხენით როგორც ხდებოდა ხოლმე ვიჯექი და აი ლაპარაკში ჩუმად ისე ლამაზად რომ აი მე აღწენოდა და რაღაცა მაგალითები მოიყვანა მამათა ცხოვრებიდან რა თავისი პირადი ცხოვრებიდანაც რაღაცა მაგალითებისი და ბოლოს ესე დამთავრდა ისე მამაო დაჟას პატიება ჯობიაო რა დაჟა ადვილიაო რა ადამიანის დაჟა
ახლა დაჯა მაინც ფიზიკური გამოვლინებით კი არ გულისხმობ და აი გულში რო თქვა რაღაცა სიბოროტი არ გაივლო მის მიმართ და ისევ პატიება ჯობიაო და აი ეს მომყვება დღემდე რა და რაღაც ვასრულებ შეძლებს დაგვარად ვასრულებ ხოლმე. ეთყობათ მამაო და მე ძალიან დიდ პატივს ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა მამაო სხვათა შორის პირველი მამაოზე რომ გამახსენე და მეთქი აი მამა ბასილს უნდა უთხრა მეთქი იმიტომ რომ საოცრად გიყვართ და მისი რჩეული ხარ და თქვენთვის ის არის რჩეული და მადლობა ამისათვის და თუ შეიძლება ერთ კითხვას დავსვავ კიდე თქვენ ახლა ხშირად ხართ ხოლმე იქ და ბატონ ვალერსაც ვკითხავ და თან მინდა რომ რაღაცნაირად უთხრათ ხახს რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის იქ უცხოეთიდან ჩამოდიან ბევრი ვიცი რომ ჩამოდის ხოლმე ბევრი ადამიანს ეხლაც ეხმარება მის საფლავზე მისვლა და იქ რაღაცა პირადი თხოვნა და რაღაცა და თუ შეიძლება აი რაღაცა სასწაულები ხდება ხოლმე და თუ რაღაცა ისეთი ვინმეს თუ მოუნდა სად არის და თან კიდე რა მომხდარა ისეთი რაშიც დახმარებია ხოლმე მამაო იმიტომ რომ ბევრს უთქვამთ ჩემთვის მრევლს და იმას რომ მივსულ ვარ საფლავზე და რაღაცა ამსრულებია რაღაცა ჭირდა და იგივენაირად დამხმარებია და ეს კიდე იმას ნიშნავს რომ ზეცა არსებობს და ზეცის და აქაური კავშირი სულ არის უწყვეტი არის და მაგიტომ და ღმერთი რო არსებობს თან აი ყველაზე მთავარს მაგას ნიშნავს და თუ შეიძლება რომ აი რაღაცა ისეთი გაიხსენოთ რომ ბევრი ადამიანი არის ხო თქვენც მამაო აი რომელიც თუ იტყვით ისმენთ ბატონო ერიდებს ესეთი მორიდებული სტუმრები არ მყოლია ბატონ ვალერი ჩემზე გაცილები დიდი დრო აქვს მამას ოქრატი გატარებული და ჩემზე ბევრად კარგად ისწავდა მამას ოქრატს რა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მამას ოქრატი როდესაც ტაძრის გარშემო რომ სეირნობდით ხოლმე საცახლა საფლავია ჯოხით მოხაზავდა ხოლმე ასე ვალერიო არავის არ დაანებო ჩემი თავიო აქ არისო კი რა თქმა უნდა მოხაზული ქონდა მოხაზავდა ხოლმე ასე აი ზუსტად ეგ ადიკები ხო აი საათ ჯვარი დგა რომ 2000 წელს პირველი პარაკლისი სახელს გადაიხადა იქ მოხაზავდა ხოლმე აქაო ჩემი საფლავია ვალერიო არავის არ დაანებო ჩემი თავი რომ დავიცვლებიო რომ გავლა მსოფლიდან როდესაც ბავშვი მამა ბასილი ესწრებოდა იმას როდესაც მივიდნენ პატრიარქთან გადასცე სიტყვიერი ანდერძი რომ გარდაიცვალა რომ მისურვილი იყო მაშინ თქვა პატრიარქმა წერტილი დაუსვა რომ აღსრულდეს მამას ოქრატის ანდერძი აღსრულდეს და აქ დავამატებ რომ გარაცვალების და დაკრძალვის წინა დღეს დაბრძანებული იყო ჩვენს ეკლესიაში მამა ოქრატი და წინა დღეს მოვიდა პატრიარქი გადაუხადა პანაშვიდი და მახსოვს მის სიტყვები რომ როგორ მოეფერა მამას ოქრატის სულს აუ ვიცი ძალიან უყვარდა თან ერთ წელს იყვნენ დაბადებული 1933 წელს იყვნენ ორივე დაბადებული მამას ოქრატისო ყველა უყვარდაო ყველაზე ზრუნავდაო ყველაზე ლოცულობდაო ყველაზე დარდობდაო და დარწმუნებული ვარ რომ ზეციურ საქართველოს და საქართველოსზე ილოცებს აი თქვენ რო თქვით რომ მათი სიყვარული ახლა გამახსენდება მე მამა ბასილი და მამას ოქრატი ავედით დიდ სამებაში ანდრიაობის წინადღეს პატრიარქი რომ და დაეპატიჟი ანდრიაობას ეკლესიის დღე იყო ხოლმე ეს ერთმანეთს რო ხვდებოდნენ ბატონო გიორგი ორივე ტიროდა ორივე ტიროდა ვერ კითხე ვერასდროს რომ მაგას რომ დატოტირი რატო ამეთ ორივე შეხვდა სრემლები აი რაღაც უსიტყვოდ იდგნენ და საუბრობდნენ უსიტყვოდ საუბრობდნენ საოცარი რაც შეეხება თქვენაც თქვით საფლავს ხო ძალიან ლამაზი საფლავი გამოვიდა მრევლის დახმარებით რომ გაკეთეს საფლავი და ძალიან ვეკიდებ სიფრთხილით საუბრობდით მე ბასილიც გვესმის უკვე ამბები რომ იქ რაღაც კურნებები ხდება ადამიანებს რწმენა აქვთ აი ერთ ფაქტს გეტყვით რომ წალკიდან ჩამოვიტანეთ შავი მიწა და იმით მოაპირკეთეთ მიწა მხოლოდ დღემდე ალბათ რამდენიმე ათეული ტომარა მიწა მივიტანეთ იმიტომ რომ ხალხი რომ დაიჯოქებს ეს მიწა მიაქვს და ვეუბნების ტიქაროსნებს რომ არ დაუშალოთ ყველამ წმენა ესეც ხო პატარა ცელოფანის პარკი აქვს და მუჭით ყრის მიწას და მიაქვს მაინც ვფრთხილობ ჩვენ ამაზე მაგრამ უკვე რაღაც ფაქტები უკვე ამისი არის კურნების ფაქტები არის და რა მთავარია ხალხი ოპერაციაზე მიდიან ჯერ აქ მოდიან სანთლებს ანთებენ მამა ბასილის თხოვენ რომ გადაუხადოს ჯანმრთელობის ლოცვა და მე ადიან იკეთებენ ოპერაციას ანუ მამა მიქელს თხოვენ რა არიცით ეს უკვე დროის ამბავია კი ბატონო მე თუ ჩემი აზრი განიტევს როგორც საერო კაცის რომელიც თითქმის 22 წელი ვიყავ მამას ოქრატისთან გვერდით ხო მე მაინც ვთვლი რომ როგორც წმინდა მამა პაისი ღირსი მამა გაბრიელი მე მათ გვერდში ვაყენე მამა ოქრატს იმიტომ რომ სასულო პირს რომელსაც შეუძლია რომ სასწაულები მოახდინოს თავისი ლოცვით თვითონ იცოდა ხოლმე თამდაბალი კაცი იყო ძალიან
თავდავალი მე ვარაფერი შემიძლია მეო გამტარი ვარო რუსულად ყველა პროვოდი ვარო მეო ვატარებო უფლისო ძალასო მე არაფერი შემიძლიაო მეოთხე მამასწორად რატო სხვა ვატარებს ამ ძალას მეთქი ძალიან თავდავალი კაცი მართალი აქვე მინდა ერთი გამახსენდა ერთი სასწაული რომელსაც დიდი ხანი არ ვამბობდი იმიტომ რომ ერთხელ რაღაცა თქვი ხო ცოტა ისე შემომხედეს რა და მე თავს ვიკავებდი მე ერთმა სულიერ ერთმა მოძღვარმა დამარწმუნა რომ მეორე ფილმს რო იღებდნენ მოძღვარს იქ მეთქვა ეს მომენტი ინტერნეტში ეს ფილმი არ დევს ხილულ სასწაულებს დევს ერთ-ერთი წირვის დროს საკურთხეველში დავშли დამასწორად გვერდი ვიჯექით გვერდი წირვა მიდის რა მომენტია წირვა მამა ბასილი გასულია გონი ახსარებას იბარებს და მესაუბრება დედამისი იყო ძალიან მორწმუნე ქალბატონი ვხედავ რომ ტრაპეზის უკან მდგარი 7 კანდელა ჩაქრა ხანდახან შეიძლება ქარზე პატარა დაიწიოს ალმა და ისე გაიზაროს მაგრამ ყვამლია უვიდა ჩაქრა და გავიდა თორიანად 7-ვე კანდელს მაგრამ არ მახსოვს ჩაქრა ესე იგი არა თავს ვიკავებდი რა ბრავობდი ხა 7-ვე ჩაქრა არა გაქვთ მოყოლელი ჩემ ჩაქრა შავი 7-ვე წამოვიწიე რომ ავანთო სტიქაროსანი ვარ და ჩემი ვალდებულებაა რომ წირვა და ნანთებული იყოს კანდელი გამაჩერა თავის ხელით გამაჩერა მამასურად კანდელებ ჩაქრა მეთქი ავანთო არ გამიშვა არ მეხსა ყურადღება მესაუბრება და თან უყურება მას გავიდა პერიოდი და აბრიალდეს კანდელები და მე შევკრთი მამასოგრად თავისთან ერთო კანდელები მეთქი რა და გაიღიმა ვითომ არ მეტი გაატარა მე რომ ვიკითხე როცა წმინდა ბერი არის საკურთხეველში წინვერი ლოცულობს ანგელოზები ანთებენ ამას ამის ახმა მე გამიჭირდა იმ პერიოდში მე გამიჭირდა ამიტომ ერთმა სასულიერო პირმა მითხარა რომ ბატონო ვალერო ძალიან გთხოვთ რომ მეორე ფილმს რო იღებდნენ ამ ფილმში ეს თქვითო რა როგორც არო კაცო უნდა თქვათ ეს არ დამალოთ რა და იქ მივეცი მე ეს ამი იქ მოვუყევი რა და საოცარი რა არის გიორგი ცოტა ეს საფრთხილო თემა არის საფრთხილო ის არის და საუბრო ამ თემაზე რა რომ საფლავსარიდებელია რა ზოგადად ეხლა მით უმეტეს თანამედროვე ეპოქაში როცა შენი თანამედროვე ადამიანი გარდაიცვალა ეხლა ვალერმა ახსენა მამა პაისი და სხვები და ამას რო გამოაჩენს უკვე რა რა თქმა უნდა დროის ფაქტორი წმენით რა თქმა უნდა ხალხი რწმენის გარეშე ეხლა გინდა წმინდანთან მიდი და გინდა სიწმინდე მიიღე და გინდა მაზიარებელი იყავი თუ რწმენა არა გაქვს და თუ ამის დაჯერება არა გაქვს აქ აზრი არა აქვს იმასთან მისვლას და იმასთან ურთიერთობას და რაღაცას სიკეთეს ვერ მოგიტანს ეს ყველაფერი ასე ვთქვათ რა და ნახოთ ცოტა საფრთხილო თემა ამაზე საუბარი არ შეიძლება თითქმის შეიძლება ითქვას მაგრამ დრო გამოაჩენს ყველაფერს რა თქმა უნდა რაღაც თავი გამოაჩენს და ეს ფაქტები რაც თქვათ თუ მოხდა ისე რომ ასრულდა ის ასეულები კომენტარი არ დაიმალება არაფერი ხო არ დაიმალება ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვერიდოთ ხოლმე ესეთ თემებზე ხო საუბარს ნახოთ ხო მას თვითონ ხო რაც ენდომება აუცილებლად ღმერთის ხელში არის ყველაფერი და აუცილებლად ღმერთი იზამს მე ლექსები ქონდა საოცარი ლექსები თქვენ გავაკეთოთ რა მე ისეთი მიახშინა არსობრივად მაინც ეცეღარ რომ გითხარით რომ თქვენ ისე გიყვარდათ რომ ეგეთ გეცოდინებათ ახლა პატარა ორ ტაიპს ვიტყვი რომელიც ეხება ეცეღარ რომ თქვით რომ მიზანი რა იყო ოცნება მამასორატის რომ გაბწყინებული იყო საქართველო გაბწყინება იყო ქართველს ქართველი შეუყვარდებოდა და წმინაში გაძლიერდებოდა. ასეთი ლექსი ამახსენე ხა თქვენ შეგიფთხოვაზე. ადამიანი რომ ყოფილიყო ყველა კეთილი, ყველა მართალი. და ყოფილიყო ღვთისა მოშიში და მის მცნებათა შემსრულებელი. მერწმუნეთ მაშინ ჩვენი ცხოვრება არ იქნებოდა ასეთი მძიმე, ასე ძნელი და დამბრუნველი. ყველაფერი ჩადო ამაში. თუ ადამიანს ერთ მეყარება და ყოველდღე კითხავენ რომ აბას როგორ ბრძანდებით, ბატონო გიორგი როგორ ბრძანდებით, რამე ხوار ჭირა, რამე ხوار ჭირა. მეზობელი მეგობარი არ იქნება 64? რა თქმა უნდა. სიყვარულის მოძღვარი იყო. მამასოგრადი ვაი სიყვარულის მოძღვარი შეიძლება ითქვას. კი, სიყვარული. რა მინდა იცი თქვა ბატონო ვალერო გიორგი რომ ჯერ ახალი მისული ვიყავი მამასოგრათან და ნუ ეხლაც კიდე რომ მეკითხები რომ საფსახურობ მამაო
ვინც არ იცის თქვა და ან მაშინ ვინც არ იცოდა და საცახურობ მამაო და მამა სოგრატთან რო ვეთყოდი ხოლმე და აი ხო არის და ყველა მოდელს ყველა სასულიერო პროს თავისი რაღაცა დამახასიათებელი ნიშნები აქვს რა ზოგი უკვე გავლილი ქონდა რა ის საბაჟო გავლილი ქონდა უკვე ისე ზოგი აი სიმკაცრით გამოირჩევა რაღაცით და სახეზე რეაქციაზე ატყობ ხოლმე ამ ადამიანებს რა რო ახსენებ ამა თუ იმ მოძღვარ და მამა სოგრატის ხსენებაზე აბსოლუტურად ყველას ერთი და იგივე რეაქცია ღიმილი რა ღიმილი აი ესეთი ღიმილი და სასიყვარულო ღიმილი რომ რაღაცა სხვანაირად იხსენებენ ხოლმე და სხვა ადამიანები არც დაახასიათებდნენ ხოლმე რომ ესეთი იყო ესეთია ესეთი იყო რაღაცა ესეთი არც მის ნიჭზე კი გამახვილ ხოლმე აქცენტი უბრალოდ აი ღემილი და ეს ღემილი უკვე ყველაფრის მთქმელია და ყველაფრის მანიშნებელია რა უხილავი კავშირი ხომ არსებობს ორი სოფლის შორის ხო უხილავი კავშირი არსებობს ბატონო ვალერ ერთ სიტყვას ვიტყვი გიორგი რახან კიდე მომეცა საშუალება რომ ესე პირისპირ რაღაც ოფიციალურ გადაცემაში ვიღებ მონაწილეობას ბატონო ვალერს მინდა მადლობა გადაუხადო რა მისია ესეთი ერთგული შვილობისთვის რომ აი ბოლომდე როგორც მენელსაცხებლე დედები ერთგულებდნენ ქრისტეს საფლავამდე და საფლავამდე მიყვნენ და პატივი მიაგეს აი ესე საფლავის ქვაც ბატონმა ვალერმა დაადგა ბოლოს მამა სოკრატს გარდაცვალების შემდეგ და პატივია ეს და სიყვარულის გამოხატულება ესაც რა თქმა უნდა დიდი მადლობა მიხარ ბატონი ვალერის მადლობა უფალს ისი არ ხდება მან გამოირჩია თორე სხვას დაადგა და ახლა თქვენ გამოგირჩიეთ ესე იგი ესეთი სხვათა შორის მამაოს როზარი მამაო მომყავს დავით ძალიან მეგობრობ მამაოსთან ერთი 10 წელია მომყავს მამაო მე მგონი და რა მითხრა ისი აი ბატონი ვალერი თუ ეხლა გავთიშავ დაურეკე და მეთქი მამა სოგრატიზე ვაკეთებ მეთქი და ცოტა დაფიქრე ხო მოვალო და მე დღისა თქო რა ქვია ესე მითხრა როგორც ერთი პირობი და ისე დაურეკაო და დაგირეკაო რა და მეთქი სადრეკავს ხო და მოკლედ ესე და დიდი მადლობა ამისათვის მართლა არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ ისეთი ხალხი ხართ რომ გაგიცნობს ადამიანი იტყვის რომ აი აქამდე როგორ არ ვიცნობდიო იმიტომ რომ მართლა სიმდიდრე ხართ ქართული ეკლესიისათვის ეს ადამიანები იმიტომ რომ ჩვენ მალე ძალიან მალე ერთმანეთის რაღაცა დაცვა და ყველაფერი მოგვიწევს ეს დრო მოვა აუცილებლად და მაგიტომ აი მამაოს ატო ვიხსენებ იცი რომ მისი სული იქინა დაგვეხმარება რომ ეს მძიმე და ურთულესი პერიოდი გადავიტანო კი დაგვეხმარება არ დაგვავიწყდეს ის წარსული ის ისა იმიტომ რომ ამას თუ დავივიწყებ ჩვენც დაგვივიწყებენ და ჩვენც როდესღაც ვიქნებით გასახსენებელი და აი ამას პატივი უნდა მივაგოთ რაღაცნაირად ახალი თაობები მოდიან რომლებიც ძველ თაობებს მიწას აყრიან იმიტომ რომ უნდა რომ მათით დაიწყოს ეს ყველაფერი და ესე ვერ იქნება აუცილებლად უნდა იყოს ძველი გახსენებული აი ეს იცოდეთ ხო და მე აუცილებლად მაგას ვიზამ რომ გავიხსენო რა აუცილებლად რაღაცნაირად ეთყობა ეს ძველი გვამხეს ჩვენ ისეთი წმინდები ვერ ვართ და უნდათ რომ მათი დაეგრე არ იქნება არასდროს აუცილებლად ჩვენ ძველზე ვდგავართ და უნდა გავიხსენოთ ეკლესიის მიზანი და მიმართულებაც ეგ არის რომ არ დაგვავიწყდეს რაზე დგას თლიანად ეს ეკლესია და შეიძლება აი თითო სიტყვით თუ შეიძლება ისე და დავემშვიდობოთ მსმენელს აი ესე გავიდა სამწუხაროდ რომ დიდი მადლობა მასურატის სულს დღეს თითქოს გაგვიცოცხლეთ თქვენ ამასურატი ბატონო გიორგი უღრმესი მადლობა გაიხარე გიორგი გაიხარე ნამდვილად საჭირო გადაცემა ნამდვილად არ უნდა აღნიშნოთ თინიკო ჭაბუკიანი რომელმაც გადაიღო ეს ორი ფილმი ხილული სასწაულები და მოძღვარი დიდი შრომა ჩადო ამაში დოკუმენტური ფილმია ორივე და ეს უნდა ხალხმა ნახოს წმენაში გაძლიერებს ეს ორი ფილმი ძალიან დიდი მადლობა აუცილებლად მე მაგასაც ვაჩვენებ და თან კიდე მაგ ადამიანსაც დრო მოვა და მოვიწვევ მამაოს წლისთავი დაბადების დღე იქნება თუ რაღაცა არასდროს არ გამოტოვებს ყოველთვის გავიხსენებ შემდეგს აუცილებლად იქნება მე ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს რის ნახევრისას დიდი მადლობა მოწვდა აი რომ მოვზადეთ აქ და ეს რაღაცნაირად ვიცი რომ არ გიყვართ გამოსვლები რაღაცა და მამაოსთვის ყველაფერი გააკეთე და რაღაცნაირად აი თითქოს მამაოს სულიც აქ იყო დღეს რაღაცა ვიგე თითქოს რომ მე გარდაცვლაზე არ ლაპარაკობდი იმ სამყაროში რაღაცა მყოფზე ადამიანი რომელიც არის და ისევ ჩვენთან ერთად არის და მადლობა მამაოს იმისათვის რომ აი დღეს ესე თავისუფლები რო ვართ ეკლესიაში ამდენი ტაძარი ამდენი რაღაცა რო აი ესეთი ადამიანების დამსახურებაა და ამათი სისხლის ფასად არის მოტანილი და აი მადლობა ამისათვის მამაოს
დიდი ძალიან და ჩვენ აუცილებლად კიდე შემდეგში გავიხსენებ თვეში 2-3 მოძღვარს გავიხსენებ ხოლმე ყოველთვის ვინც გასახსენებელი არის, ყველა გასახსენებლები არის იმ წარსვლა. მომწერეთ ხოლმე რაღაცად მისამართები მომეცი და აუცილებლად მათ ოჯახის წევრებს ყველას მოვიყვან მე და აუცილებლად გავახსენებ ან აქ რგოლებს ვატრიალებ მათსას რომ გვახსოვდეს ჩვენ ის დიდი ადამიანები ვინც ჩვენი ცხოვრებიდან წავიდნენ. კარგად წანდებოდეთ დროებით მე გახდით გიორგი დარესელია ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს 8 ნახევრისათვის მამადავით ციცქიშვილთან ერთად დროებით და პატიმრებს და იმათ განსაკუთრებით დიდი მადლობა აი წერილებიც მომდის და მადლობას გიხდით ძალიან დიდს და მიყვარხართ ძალიან და ღმერთმა მოგიხსენიოთ ბედნიერებას გისურვებთ და სიკეთეს გისურვებთ. კარგად წანდებოდეთ დროებით.